ერთ კაფეზე მინდა რომ გესაუბროთ დღეს, ოღონდ ეს არის ისეთი კაფე, რომელსაც ჩვენ ყველანი ასე ვთქვათ, მიცვალებთ და ხო, სადაც ჩვენ მივდივართ რელაქსაციისთვის, დასვენებისთვის, დროის გატარებისთვის და ასე შემდეგ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და სპეციფიური კაფე, რომელსაც ქვია მეხსიერების კაფე. რას გულისხმობს ეს მეხსიერების კაფე და ვისთვის არის ის გაკუთვნილი? თავად სახელწოდებიდან გამომდინარე, ბუნებრივია ეს მეხსიერებასთან დაკავშირებული და ეს არის იმ ადამიანებისათვის, რომლებიც გამოწვევად არის როგორც პაციენტისთვის, ასევე მათი მზრუნველებისთვის, ეს არის დემენციით დაავადებული ადამიანები და მათი მზრუნველები. განსაკუთრებით მათი მზრუნველები, აი ძალიან ჯერთი რომ თავად დაავადებული პაციენტი არის რთულ მდგომარეობაში, მაგრამ ძალიან დიდი გამოწვევა მათი ზრუნვა და მათი მოვლა. პირდაპირ სახელი მოვლა, იმიტომ რომ ეს დაავადება არის პროგრესირებადი დაავადება. ეს არის რომელიც არის და მერე გაიარა. ეს არის დაავადება და ბევრმა ჩვენგან მამაყურებელმა იცის, ზოგი შეხებია, ზოგი დღესაც ეხება ამ პრობლემას, ამ გამოწვევას და ზოგის ახლობელია ასეთ მდგომარეობაში. ამიტომ ჩვენ ყველამ ვიცით მეტნაკლებად, ზოგი ამას სკლეროზს ეძახის ხალხში, ზოგი დემენციას, მაგრამ დემენცია ეს ის დაავადება, როდესაც თანდათანობით ხდება ადამიანის გონებრივი შესაძლებლობების დაქვეითება და ასეთ ადამიანებს განსაკუთრებული მოვლა, განსაკუთრებული ზრუნვა და ყურადღება სჭირდება. სწორედ აი ამ მიზნით შეიქმნა ასეთი სრულად ახალგაზრდა ადამიანების მიერ, ესენი არიან ოკუპაციური თერაპიის სტუდენტები თამარ წოლუკიძე, ნინი მაღრაძე და ბარბარე გახარე, რომელთაც ინიციატივა გამოიჩინეს და იფიქრეს, რომ უნდა შექმნილიყო ისეთი სივრცე, სადაც სწორედ ის ადამიანები მოიყრიდნენ თავს, რომლებსაც შეეძლებოდათ ერთმანეთისათვის არა მხოლოდ გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება, არამედ მიიღოთ კვალიფიციური რჩევები და ძალიან კვალიფიციური მოსაზრებები მოესმინათ იმის თაობაზე, თუ რა სიახლეებია, როგორ შეიძლება რომ უფრო გავააქტიუროთ ჩვენი ზრუნვა, უფრო უკეთესად მართოთ ეს სიტუაცია ნამდვილად. ბუნებრივია ამ ყველაფერს სათავეში ჩაუდგა ძალიან გამოცდილი ადამიანი, პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ადამიანი, რომელიც ძალიან ბევრი ადამიანისათვის არის ძალიან ცნობილი ნეიროფსიქოლოგი, ეს არის ქალბატონი თამარ გაგოშვიძე, რომელსაც საკუთარი ცენტრიც აქვს დაარსებული, ასეთივე სახელწოდების ნეიროგანვითარების ცენტრი და დღეს ისინი ჩვენი სტუმრები არიან ინიციატორებიც და თავად აი ამ, ასე ვთქვათ, სულის ჩამდგმელი და ხელმძღვანელი აი ამ წამოწყების და ძალიან საინტერესო წამოწყების. მე წარმოგიდგენთ ქალბატონ თამარ გაგოშვიძეს, როგორც გითხარით, პროფესორი თამარ გაგოშვიძე, ძალიან ცნობილი ნეიროფსიქოლოგი და ამავე დროს ეს ახალგაზრდები, რომლებიც არიან ჩვენთან დღეს სტუდიაში, სწორედ არიან შემქმნელები ამ იდეის ავტორები, მეხსიერების კაფის შექმნის თამარ წოლუკიძე, ოკუპაციური თერაპიის პროგრამის სტუდენტი და ბარბარე გახარე, რომელიც ასევე არის ოკუპაციური თერაპიის პროგრამის სტუდენტი. მოგესალმებით სტუდიაში და დიდი მადლობა, რომ მოხვედით ამ ძალიან საინტერესო თემაზე გადაწყვეტეთ ჩვენთან საუბარი. საინტერესო იქნება, ალბათ მართებული იქნება დავსვათ პირველი კითხვა, თუ საიდან დაიწყო, საიდან წამოვიდა იდეა პროექტის შესახებ, რომ გითხრათ სტუდენტებს დაუსვამთ პირველ შეკითხვას. მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის. მეხსიერების კაფეს იდეა დაიწყო მაშინ, როდესაც დავიწყეთ ჩვენს საბაკალავრო ნაშრომზე მუშაობა, თუმცა დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მეტი მნიშვნელობა შეიძინა, ვიდრე უბრალოდ საბაკალავრო ნაშრომი. დავიწყეთ კონტექსტის მოკვლევა, თუ რა ჯგუფთან შეიძლებოდა, რომ როგორც ოკუპაციური თერაპიის სტუდენტებს გვემუშავა და როდესაც სხვადასხვა სპეციალისტთან გავარკვევით და ასევე მოვიძიეთ სხვადასხვა ინფორმაცია, აღმოჩნდა, რომ დემენციის მქონე პირები და ზოგადად მეხსიერების სირთულეების მქონე პირები საქართველოში დღეს მრავალი გამოწვევის წინაშე დგანან. პირველი ალბათ ყველაზე დიდი გამოწვევა ეს არის ძალიან დაბალი ცნობიერება ზოგადად იმაზე, თუ რა პრობლემებს აწყდებიან დემენციის მქონე პირები დღეს საქართველოში. ზოგადად მოგეს სოციალიზაციის პრობლემაც მთავარი პრობლემაა. სოციალიზაციაც დიახ და ასევე არ არის ინკლუზიური გარემო, არ არის დემენციისადმი მეგობრული გარემო და ეს ყველაფერი უკვე დამატებით იმ პრობლემებს იწვევს, რომ მხარდამჭერის სივრცეს და მხარდამჭერის სერვისებიც ჯერჯერობით არ გვაქვს ქვეყანაში.
და აქედან გამომდინარე გადავწყვეტეთ, რომ უშუალოდ მზრუნველი პირების, ანუ ოჯახის წევრების ჩართულობით შეგვექმნა სივრცე, საიდანაც ამ ცვლილებებს ჩაუყრიდით საფუძველს და გამოგვივიდა, ასე რომ ვთქვათ, ძალიან სასარგებლო საქმეს მოკიდეთ ხელი ნამდვილად. თავთან თამარ კიდევ ერთხელ მოგესალმებით და თქვენ ძალიან დიდი გამოცდილება გაქვთ ბუნებრივია და თავად უწყობით აი ოკუპაციური თერაპიის კურსსაც და რამდენად რთულია დღეს ადამიანები ვუთხრათ რომ მათ სჭირდებათ მიიღონ შესაბამისი ცოდნა და ამიტომ მოვიდნენ აი ამ სივრცეში, იმიტომ რომ თითქოს ყველა სწორად აღნიშნა ახალგაზრდა ჩვენმა სტუმარმა რომ ძალიან რთულია რომ თქვა კიდეც იმის თაობაზე რომ შენ ხარ ამ პრობლემასთან კავშირში რომ შენი დედა, მამა, ოჯახის წევრი არის ამ დაავადებით დაავადებული. ადამიანები ხშირად ამას მალავენ, ამ მხოლოდ ახლობლებში საუბრობენ ამის თაობაზე და არ გადიან უფრო ფართო სივრცეში იმისათვის რომ მიიღონ მეტი ინფორმაცია და ამიტომ ამ ინფორმაციის ნაკლებობის გამო ეს გამოწვევა კიდევ უფრო მძაფრდება და უფრო, იმიტომ რომ არ აქვს გამოცდილება და არ აქვს ცოდნა, კიდევ უფრო რთული ხდება. ეძებენ ადამიანებს, რომლებიც შეიძლება იყვნენ მზრუნველები, მათი ახლობლების, იმათაც არიციან ზუსტად როგორ უნდა მარტო მოვლის შემოიფარგლება ეს ყველაფერი. აი რას თავაზობს, რა სერვისებს თავაზობს ეს კაფე? აქვე დავუმატებდი კიდევ გავაგრძელებ გოგას კითხვას. საინტერესო არის ანუ სტატისტიკურად ვთქვათ რა ასაკის ადამიანებში ხვდებით ამას, რომ უბრალოდ აღმოჩენის და მიხვედრის ნაწილში ვიცოდეთ ვთქვათ რა ასაკობრივ ფარგლებში არის ეს დაავადება. დიდი მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ჩვენ სტუდენტებს. ეს არის ჩემი იდეა ნამდვილად, არც ჩემი წამოწყება. ძალიან გამიხარდა, როცა სტუდენტი დამეკავშირდა ბარბარე და მთხოვა რომ შევხვედროთ მზრუნველებს და მესაუბრა მათთან დემენციის მხარდაჭერა როგორ არის შესაძლებელი და სხვადასხვა საკითხებზე. ჩემთვის იყო ეს ნამდვილად ძალიან ესეთი სასიამოვნო ფაქტი, იმიტომ რომ დემენციის მქონე ადამიანების მხარდაჭერა და სერვისები დღეს საქართველოში არის ძალიან მწირი. ნევროლოგიური სერვისია ფაქტიურად. ისიც უკვე ძალიან გვიან სტადიაზე, როცა აღმოჩენა ადრეულ სტადიაში ძალიან ბევრ რაღაცას ნიშნავს. ეხლა რაც შეეხება სტატისტიკას, ჩემი ასაკის და ჩემზე უფროსი ადამიანების, ასე ვთქვათ, პოპულაციაში, აი 65-დან 74 წლამდე დაახლოებით 5% ავადდება ამ ალცჰაიმერით, ძირითადად ალცჰაიმერის ტიპის დემენციაა გავრცელებული. სხვა დემენციებიც არსებობს, მაგრამ ეს არის ყველაზე უფრო გავრცელებული ტიპის დემენცია. ეს არის ნეიროდეგენერაციული მდგომარეობა, რომელიც იწვევს ადამიანის ყველა შეძენილი, თანდაყოლილი უნარის, პირველ რიგში შეძენილი უნარების, მისი შემეცნებითი უნარების ნელ-ნელა თანდათანობით დაქვეითებას, ისე რომ ეს პირველ სტადიაზე თითქმის არ ჩანს, იმიტომ რომ ხანში შესრული ადამიანები 60 წლის შემდეგ უკვე ხანდაზმულობის პერიოდისკენ ვინც მივდივართ, ასეთ ადამიანებს ხშირად გვაქვს უკვე ჩვეულებრივი, ბუნებრივი, ნატურალური დაქვეითება, ნელ-ნელა, რაც ნორმის ფარგლებში თავსდება და ეს არის ჩვეულებრივი ამბავი. და 75-დან უკვე 85 წლამდე, სადღაც 70 წლების, ასე ვთქვათ, ფარგლებში უკვე 13%-ია ესეთი ადამიანების და 80-85 წლის მერე უკვე 30%. და სტატისტიკაც არის აი ამერიკული დემენციის ასოციაცია გვეუბნება, რომ 2050 წელს ჯერ ერთი ჩვენი მოსახლეობა დედამიწის ხანდაზმული ხდება და დიდი რაოდენობა ადამიანების იქნება 60 წელს გადაცილებული და იქიდან ნახევარს ექნება დემენცია. საოცარია. ბარბარა, რა მინდა იცით, გითხოთ
ძალიან სერიოზული, ასე ვთქვათ, ნაბიჯი გადადგით ამ მიმართულებით. რაც ძალიან ღრმა ცოდნას მოითხოვს თქვენგან, პირველ ყოვლისა, რომ თქვენ მისცეთ თავისუფლება, მოდი ასე ვთქვათ, რომ სხვას ეს ცოდნა გაუზიაროთ და ასე ვთქვათ, ეს ადამიანები ამ ადამიანებს შესაძლებლობა მიეცეს, რომ უფრო სწორად მართონ საკუთარი ოჯახის წევრი იქნება ეს თუ თავად იმ ადამიანმა საკუთარი ვინც მოვა ამ კაფეში ჯერ დაწყებული დემენციის მდგომარეობაში უფრო მეტად მოახერხოს საკუთარი მდგომარეობის მართვა. რამდენად სარისკოა ასეთი გადაწყვეტილების მიღება და ეს არის თუ უბრალოდ თქვენ ამ სივრცეში ყველა ერთად იღებთ გარკვეულ ცოდნას ერთმანეთისგან და ეს არის ანუ პრაქტიკაზე და გამოცდილებაზე დაფუძნებული ურთიერთობა თუ კიდევ პლუს რაღაც ახალ კვლევებზე, ახალ ვთქვათ სიახლეებზე ამ სფეროში. აი რა ხდება აქ, როდესაც ვიღაცა მოვა, ამბობს რომ მე, აი ჩვენი ეთერის მერე, რა კარგია, მოვდივარ და რას მივიღებ, რა დამხვდება აქ. მადლობა ამ კითხვისთვის. ჩვენი იდეა რეალურად თავიდანვე იყო, რომ შევექმნა სივრცე, სადაც ეს ადამიანები შეძლებდნენ ერთმანეთთან კომუნიკაციას, ემოციების გაზიარებას პირველ რიგში, გამოცდილებების გაზიარებას, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ხდება, როცა დიაგნოსტირების შემდეგ მზრუნველმა არ იცის სად წავიდეს, რა გააკეთოს, როგორ მიაწოდოს მის საყვარელ ადამიანს მზრუნველობა და ამიტომ ეს სივრცე არის ადგილი, სადაც შეიძლება უფრო გამოცდილი მზრუნველი უზიარებდეს სხვა მზრუნველს მის გამოცდილებას, მის აზრებს, ემოციებს. დამატებით ეს სივრცე არის ადგილი, სადაც თვითონ მათი ინიციატივით, მათი ჩართულობით ხდება დამატებით სხვა სპეციალისტების მოწვევა. ქალბატონი თამარი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც შემოგვიერთდა, ასევე სხვადასხვა სპეციალობის სპეციალისტები, მაგალითად ოკუპაციური თერაპევტები, რომლებიც უკვე არიან დიპლომირებულები, ასევე ნევროლოგები და ასე შემდეგ, რომლებიც მისცემენ კომპეტენტურ რჩევებს, კომპეტენტურ დარიგებებს, ასევე ხდება შეხვედრებზე სხვადასხვა საერთაშორისო გაიდლაინების დამუშავება და ამისგან ახალი ინფორმაციის მიღება. ამიტომ რაღაცნაირად ორივე მიმართულებით შეიძლება ვიმუშაოთ ამ სივრცეში, რადგან ეს სივრცე არის ახალი ცოდნის მიღების შესაძლებლობაც და რაღაცნაირად გამოცდილების გაზიარებაც და რაც მთავარია თვითონ მზრუნველების ჩართულობით, იმიტომ რომ ეს არ ყოფილა ჩვენი როგორც სტუდენტების პროექტი, ეს არის მზრუნველების პროექტიც და ვცდილობთ რომ ერთად გავაკეთოთ, როლები გავინაწილოთ და წამყვანები იყვნენ ისინი, მათი ინიციატივით მოხდეს. მათი გამოცდილებების ერთმანეთში გაზიარებაც მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება. რა სიხშირით იქნება ეს შეხვედრები და საინტერესოა, ფიზიკურად არის მხოლოდ შესაძლებელი თუ სადმე სხვა პლატფორმაზეც არსებობს? შეხვედრები დაიწყო დაახლოებით ნოემბერში და თავიდან ცოტა გვიჭირდა სისტემატიური შეხვედრების დაგეგმა, მაგრამ ბოლო თვეებია უკვე არის ორ კვირაში ერთხელ შეხვედრები და ეს შეხვედრები იგეგმება როგორც პირისპირ ფორმატში, ასევე ონლაინ ფორმატშიც. იმის გათვალისწინებით, რომ მზრუნველებს აქვთ უამრავი პასუხისმგებლობა და უამრავი როლი, ხშირად ხდება, რომ ადგილზე მოსვლა და ადგილზე დასწრება სირთულეს წარმოადგენს, ამიტომ ხშირი არის კი ხშირი არის ონლაინ შეხვედრებიც, ასევე შერეული ტიპის შეხვედრები, ვინც ვერ ახერხებს დასწრებას, ან არ არის თბილისში, იმიტომ რომ ყავს წევრები, რომლებიც არიან მაგალითად რუსთავიდან, ამიტომ მათთვის შედარებით უფრო რთულია ადგილზე დასწრება. რა მაინტერესებს, აი თქვენ საუბრობთ ოკუპაციური თერაპიის პროგრამაზე, რა ბუნებრივია, მაინც ოდნავ რომ განმარტოთ მაყურებლისთვის რას გულისხმობს ეს ოკუპაციური თერაპია, რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის ავადმყოფებისათვის ამ ტიპის ჩართულობა და მეორე, რაც მე მაინტერესებს, ხშირად არის, როდესაც უჭირთ ადამიანებს მაინც სახლის პირობებში ამ ესეთი ტიპის ავადმყოფების მართვა. მე ვიცი, მხოლოდ მე მგონი ერთი ცენტრია, რომელიც არსებობს, სადაც შეუძლიათ და ხდება ხოლმე ასეთი ტიპის ავადმყოფების, თქვა გადაყვანა, იქ მზრუნველობა და ასე შემდეგ. ფიქრობთ თუ არა, რომ ამ კაფის შემდეგ მისი გაფართოება სწორედ ასეთი ტიპის სივრცეების შექმნას, სადაც უკვე ამაში არაფერი შეიძლება დასაძრახიც არ არის, როდესაც მოდიან და აქ აგრძელებენ, ასე ვთქვათ, ცხოვრებას თავისი კვალიფიციური მზრუნველებთან ერთად ასეთი ადამიანები. აი ამაზე თუ გიფიქრეთ, როგორ შეიძლება განვითარდეს ამ კაფის მომავალი, გარდა იმისა, რომ ურთიერთგაცვლის გამოცდილება იყოს მხოლოდ. მადლობა, საინტერესო კითხვაა ძალიან. იქიდან გამომდინარე, რომ ოკუპაციური თერაპია არც ისე ცნობილი პროფესია საქართველოში, უფრო ახალია შედარებით, ოკუპაცია ნიშნავს საქმიანობა, შესაბამისად ჩვენი ძირითადი როლი არის ის, რომ ადამიანებს ხარი დაუჭიროთ, რომ მაქსიმალურად დამოუკიდებლად აკეთონ
ის საქმიანობები, რაც მათ სიამოვნებთ სჭირდებათ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველა საკუთრივი კატეგორიის ადამიანთან ვთქვათ, მუშაობთ, თუმცა დასრულების მიმართულებით ვიტყოდი დემენციის მქონე პირებთან ამ ეტაპზე არ გვყავს მომუშავე ოკუპაციური თერაპევტი, შესაბამისად ეს ინიციატივა იმის გამოც იყო უფრო მნიშვნელოვანი, რომ თემთან, ანუ ამ ადამიანებთან უკვე ქონოდა როგორც მომავალ პროფესიონალებს შეხება და გვეჩვენებინა თუ რეალურად რა როლი აქვს ოკუპაციურ თერაპევტს თემის გაძლიერებაში და თემის განვითარებაში. შესაბამისად, ფიქრობთ, რომ ეს ინიციატივა, რა თქმა უნდა, კიდევ გაგრძელდება, ამით არ დასრულდება, რა თქმა უნდა და უფრო ვიტყოდი, რომ სწორედ ესეთი სათემო ინიციატივები, ანუ ჯერ კიდევ, როდესაც ადამიანი ცხოვრობს თემში, ცხოვრობს საკუთარ ოჯახში, იქვე უნდა გაძლიერდეს, ვიდრე ფოკუსი გქონდეს დიდი ინსტიტუციებზე, სადმე გადაყვანაზე, რა თქმა უნდა, ესეც ანუ არავის არ უძრახო. იმის მიხედვით, ყველა საკუთარ ოჯახის წევრის სხვაგან გაყვანა, მაგრამ არის რაღაცა პირობები, სადაც ეს შეუძლებელია ხო? ესეც არის ხოლმე ერთ-ერთი დიდი წინაღობა. კი, რა თქმა უნდა. ვიდრე ქალბატონ თამარ, თქვენთან გავაგრძელებ საუბარს, მინდა რომ ჩვენ მოვისმინოთ ერთ-ერთი მზრუნველის, ყველა ბუნებრივად ვერ მოვიწოდე სტუდიაში, მისი მოსაზრება სწორედ ამ კაფესთან დაკავშირებით და ახლა მოვისმინოთ ეს ინტერვიუს ფრაგმენტი. მინდა გითხრათ პირველ რიგში იმისთვის, რომ წამოჭერით ეს საკითხი და გააშუქეთ, იმიტომ რომ სამწუხაროდ ძალიან ბევრს კი არა, ძალიან ცოტა არის ამის შესახებ ინფორმაცია, მით უმეტეს საჯარო ინფორმაცია და მე ვიტყოდი, რომ აი სტუდენტების ამ წამოწყებამ საკმაოდ ესეთი სტუდენტების ეს წამოწყება საკმაოდ დიდი ნაბიჯია იმისთვის, რომ საზოგადოებამ გაიგოს თუ რა ძალიან დიდ და მნიშვნელოვან, რამდენად დიდ და მნიშვნელოვან პროექტთან გვაქვს საქმე. რატო არის მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ გვაქვს ძალიან ესეთი შემაშფოთებელი სტატისტიკა აი ამ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ქვია დემენცია და სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში არ არის თითქოს აღიარებული, არც კი ჩანს, რომ ეს პრობლემა არსებობს, ჯანმრთელობის ეს პრობლემა არსებობს. შესაბამისად არ არის, მცირეა ძალიან ის ინფორმაცია, რომელიც უნდა გქონდეთ ადამიანებს ამ დაავადებასთან დაკავშირებით და ასევე მცირე არის ძალიან ხელშეწყობა და კონკრეტულად პასუხი კითხვაზე რატო არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს არის ძალიან დიდი პრობლემა და ამის შესახებ ინფორმაცია არის ძალიან მწირი. ჩვენ მივიღეთ პროფესიონალებისაგან ისეთი რჩევა დარიგებები, მივიღეთ რაღაცა ინფორმაცია თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, როგორ უნდა მოვექცეთ ადამიანს, როგორ უნდა მოექცნენ ოჯახის წევრები, როდესაც ოჯახში არის დემენციის მქონე პირი. და ეს იყო პირველ რიგში ძალიან დიდი შვება თვითონ მზრუნველისთვის. იმიტომ რომ არის მომენტები, როდესაც გონია, რომ სიტუაციას ვერ უმკლავდები და როდესაც შენ იცი რაღაცა ტექნიკური ნაბიჯები, როგორ გაუმკლავდე ამ სიტუაციას, ეს ძალიან გეხმარება. გეხმარება ფსიქოემოციურად პირველ რიგში. ქალბატონ თამარი ძალიან საინტერესო იყო მზრუნველის დამოკიდებულება, რომელიც ძალიან მაყოფილი ამ კავშირით, მაგრამ აი ხლა ბარბარე მახსენა და წინა საუბრის დროს, რომ ძალიან ჩვენ ერთმანეთს უზიარებთ ამ გარკვეულ გამოცდილებას, მზრუნველები უზიარებენ ამ გამოცდილებას, აი რამდენად ეს გამოცდილება გასაზიარებელია, მე აი აქ მაქვს ეს კითხვა, იმიტომ რომ მენტორის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება, რასაც მე როგორც მე ვუვლი და ვზრუნავ, ეს სრულიადაც არ იყოს სწორი ნაბიჯები და სწორი მეთოდოლოგია, როგორითაც მე მასზე ვზრუნავ. აი ამდენად მაინტერესებს სწორედ ის ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა, რომელიც აიღო თავის თავზე ამ სივრცემ და რამდენად ხართ თქვენ როგორც უკვე ძალიან გამოცდილი და კვალიფიციური სპეციალისტი ჩართული, რომ ეს ყველაფერი იყოს ძალიან ზუსტად მართვადი, რომ არ იყოს ვიღაცის გამოცდილება პირდაპირ გადატანილი და პირდაპირ გაზიარებული და შეიძლება საზიანოც მეორე ტიპის პაციენტისთვის. დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. სწორედ ეს კაფეს იდეა ამაში მდგომარეობს, გოგონებმა უკვე ახსენეს ჩვენმა სტუდენტებმა, რომ ეს არის
სივრცე, სადაც მზრუნველები და სპეციალისტები იკრიბებიან. ანუ პროფესიონალები, ვისაც შეხება აქვს ამ ნევროლოგიურ მდგომარეობასთან. ეს შეიძლება იყოს ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, ნევროლოგი, ექთანი სხვათა შორის, რაც დიდი იშვიათობაა სამწუხაროდ ჩვენთან და თვითონ მზრუნველები. გაზიარების, როცა საუბარი არის გაზიარებაზე, თავისი გამოცდილების, ცხადია ეს გამოცდილება არის როგორც ადეკვატური და ისეთი, რომელიც სასარგებლოა ინდივიდისთვის, ვისაც დემენცია აქვს და ისეთი, რომელსაც არ მივყავართ ხოლმე შედეგამდე და აი ესეც არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ხო ვსწავლობთ სამწუხაროდ ჩვენ შეცდომებზე და ამიტომ აი ესეთი ღია ურთიერთობა, რომ აი ესეთი აქტივობების შედეგად ჩვენ ეს მივიღეთ და ეს არ იყოს სასურველი დავუშვათ, ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი. შედარება სხვადასხვა გამოცდილებების, პროფესიული გამოცდილების შედარება, რას ვთავაზობთ ჩვენ მზრუნველებს და პაციენტებს, ადამიანებს, ვისაც ხარისხს გააჩნია მაგალითად, ხო, დასაწყისი სტადია აქვს, უკვე რთული მდგომარეობა აქვს. უკვე ისეთი სტადია აქვს, სადაც შეიძლება ჯერ კიდევ გარკვეული სავარჯიშოები, რომელიც არ არჩენს ადამიანს, მაგრამ ახანგრძლივებს ამ პროცესს, ისევე როგორც მედიკამენტები, ხო, მედიკამენტებიც ისე ახანგრძლივებს. და ბოლოს ჩვენს რეზოლუტურად როში მაინც მინდა ყველა დღეს ძალიან ბევრი მაყურებელს დაინტერესებს ეს თემა დარწმუნებულია, რამდენად ხელმისაწვდომია ეს ერთმანეთის გაცვლა გამოცდილების და ძალიან ძვირი ხომარჯდება ადამიანებისთვის ეს. და ასევე ტექნიკურად აუხსნათ მაყურებელს და მათ ოჯახებს, ვთქვათ, ვინც ამ პრობლემასთან არის კავშირში, როგორ შეუძლიათ ჩართვა ამ პროექტში. ეს უფასო სივრცეა, მოდი ასე ვთქვათ. ეს არის აი კიდევ ხაზგანიდან ვთქვით, ეს არის უფასო სივრცე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი ამას ველოდება მაყურებელი პირველ ყოვლის ამ ყველაფრის მე ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ეს უფასოა. კი, მთავარია ადამიანების ჩართულობა იმისთვის, რომ უფრო და უფრო გაიზარდოს ჩვენი ინიციატივა. ჩვენი ფიზიკური შეხვედრები ჯერჯერობით იმართება კაფე Sweetheart-ის სივრცეში და მადლობა ეთერიდან. და დარეგისტრირდნენ თუ პირდაპირ დაგიკავშირდნენ? მეხსიერების კაფეს Facebook გვერდზე შეგვიძლია დაგვიკავშირდნენ მსურველები. ხაზს გაუსვა, რომ არა მარტო ის ადამიანები, ვისაც აქვს უკვე დემენციის დიაგნოზი, არამედ ვინც ფიქრობს, რომ შესაძლოა ჰქონდეს და ჯერ არ იყოს დიაგნოსტირებული, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანები თავიდანვე შემოგვიერთდნენ. უღრმესი მადლობა. ძალიან საინტერესო საუბრისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის. მგონი ადამიანებისთვის, ვინც ამ პრობლემას ეხება ნამდვილად. და ჩვენ ბოლოს სიუჟეტი დაგვრჩა ხომ? სტუმრებს ამ შემთხვევაში